შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან და ხელმოწერილი ახალი შეთანხმებები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისრაელში ვიზიტი დაასრულა. 3 დღის განმავლობაში დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში ისრაელის გამოცდილებას ეცნობოდა. განსაკუთრებული აქცენტი სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე გაკეთდა. ამ მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. ვიზიტი აგრარულ სამეცნიერო ცენტრების მონახულებას და ქართული პროდუქციის ისრაელის ბაზარზე გადარის პერსპექტივების განხილვასაც მოიცავდა. ისრაელში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის სამდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. დავით სონღულაშვილმა ისრაელელ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა განსწრახულობათა დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს. ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სფეროში ვაჭრობის გაფართოება, სურსათის უსაფრთხოება, თანამედროვე ბაღების გაშენება, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა გახმავება, სურსათის უვნებლობა და სხვა. მინისტრი ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების მინისტრთან ერთად ბოლკანის ცენტრს ეწვია, რომელიც ისრაელის ეროვნული სასოფლო სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტია. იგი გლობალურ დონეზე თანამშრომლობს სხვა კვლევით ინსტიტუტებთან, მთავრობებთან, უნივერსიტეტებთან და კერძო სექტორთან საკუთარი ტექნოლოგიებისა და ექსპერტული კვლევების გადასაცემად. ხელშეკრულების გაფორმების ნაწილი მოიცავს გამოცდილების გაზიარებას, კიდევ უფრო მეტ აქტიურობას, სამუშაო ჯგუფის შექმნას ორივე მხრიდან, რაც უზრუნველყოფს კონკრეტული გეგმის შესრულებას, რომელიც მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაძლიერდეს სოფლის მეურნეობის მიმართულება. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მინისტრი პირველად ჩამოვიდა ისრაელში, ბიზნესმენებს დაუგებლებათ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული იყოს საქართველოში და ეს ურთიერთობა შეიქმნას. უდაოდ სასარგებლოა ის გამოცდილება, რაც ისრაელს გააჩნია სოფლის მეურნეობის სფეროში და ზოგადად ცნობილია, რომ ისრაელი არის ერთ-ერთი წარმატებული სოფლის მეურნეობის ქვეყანა. და მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან გამოადგება ჩვენ ქვეყანას. გვაქვს ბევრი საერთო და ბევრი გამოცდილება, რომლის გაზიარება შეგვიძლია. გვაქვს ვულკანის კვლევითი ცენტრი, სადაც მოვიწვიეთ ქართველი მკვლევარები. მათთან ერთად შევძლებთ როგორც სწავლას, ისე ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებას, რათა უკეთ წარმოვაჩინოთ თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარეები. მოუთმელად ველოდებით თქვენთან კვლავ შეხვედრას, მათ შორის იანვარში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც წყლისა და აკვაკულტურის თემებს მიეძღვნება. მზად ვართ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ჩვენს უნივერსიტეტსა და საქართველოს ყველა აგრარულ სამეცნიერო დაწესებულებას შორის, რათა ხელი შევუწყოთ გამოცდილების გაზიარებას. როგორც სურსათის, ასევე სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში სონღულაშვილმა ისრაელის ქნესეთშიც გამართა შეხვედრები. ქნესეთის თავმჯდომარესთან მინისტრმა ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გახმოვების შესაძლებლობები, სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები განიხილა. დავით სონღულაშვილმა ამიროხანა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. ჩვენ პირველ რიგში მეგობრები და ძმები ვართ. ძალიან ბევრი ებრაელი, ქართული წარმოშობისაა და ჩვენს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები გვაქვს. დავით სონღულაშვილი ისრაელის ქნესეთის საქართველოს ისრაელის მეგობრობის ჯგუფისა და ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელსაც შეხვდა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ინოვაციების მიმართულებით. განიხილეს თანამშრომლობის და აგროსასურსათო პროდუქციის საქართველოსთან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობები. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებების ფონზე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრა მართლაც განსაკუთრებული იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლებზეც ვისაუბრეთ. წყლის რესურსების მართვა, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება და საერთო გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. დავით სონღულაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე მესამეს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრმა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამეს აღსაყდრების 20 წლის თავი მიულოცა.